დილო მშვიდობის, ჰაი, როგორ ხართ გოგოებო, რა შვებით? სანამ სალონში წავკუსკუსდებით, მაქვს იმისთვის დრო, რომ ცოტა თქვენთან ვისაუბრო. გამარჯობაო, მარიკომ, გამარჯობადე. აბა როგორ ხართ? აუ, მოდი შტატივზე რატო ავდებ ტელეფონს და რატო ვითხრი თვალებს, მოიცათ? მოვიტანე. მოკლედ, უცებ-უცებ დავკეცოთ გოგოებო სარეცხი და წავიდეთ ფრჩხილზე. ფრჩხილის სპეციალისტთან. როგორც ხედავთ, გაიზარდა და მე ხო ალერგია მჭირს გაზრდიზე. აქედან გადი შტატივი არ გადამიგდოდე. ესე გადი თუ გინდა. ხო და ერთი თვეც გავიდა და თვე და ერთი კვირაც. ხო და ფრჩხილები. ეს ვისთან არის? ფრჩხილები. ვა. მე კეთო. მიყიდა ფრჩხილები. ხო, ჩემმა მეგობარმა და ჩვენმა მეგობარმა და მეჯვარემ და მომავალმა ბავშვის ნათლია მოუტანა ეს რაღაცა ეს როგორც ეძახის გასაბრანჭს და აი რამდენი რამედებს ვერ წარმოვიდგენთ. აგე ისეთი. ფაქტობრივად შეთვალეთ სალონიდებს რა. მარიკო, არა, ეხლა არა დედა, მივდივართ, მერე რომ მოვალთ, კარგი? კარგი საყვარელო, კი ბატონო. ხო და დავრეცხე და ადგა საშველი ამის დაკეცვას. კეთო. ამიტომ ახლა დავკეცო და უცებ მაგალითად არის ჩემი მეგობარი ნათლია. გაიხედე დედა, აბა მამა წავიდა? ხო და ის არის მე ხო სხვაგან გავიკეთე ჩემ საოცარ გოგოსთან, რომელიც ჩემი მაყურებელია და ძალიან მიყვარს და ჩემგან ძალიან დიდი პატივისცემა, რომელსაც ეს გამიკეთა. მაგრამ უბრალოდ ფიზიკურად არ მაქვს იმის დრო, რომ ახლა იქ გავიდე, არ მაქვს არანაირი დრო და ცოტა კარგად დიდი დრო ჭირდება იქ გადი, მე იქიდან გამოდი, ანუ შეუძლებელია დღეს მაგდენი დრო მე არ მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე არა უშავს და რომ აქვე გავიკეთო და სხვათა შორის ადრე გავიკეთე ამ გოგონასთან და მე მითხრა რომ გადავედიო სხვაგანო და ჩემი დაქალი იყო გუში მოსული და მითხრა რომ იქ გავიკეთეო და უიმეთქი ნომერ ჩავაწერინე, აბა ვისთან თქო, კარგად გამიკეთაო და ვისთან თქო და ხათოსთანო ხო და სახელი კი მეცნო, მაგრამ მე ვთხარი აბა ეს თქო, ნომერი მითხარი და ნომერი რომ მითხრა აღმოჩნდა რომ ის ხათოა რომელთაც მე ვიკეთებდი. ხო და ამიტომ დავურეკე. გავიკეთებ მერე და დავურეკე, მოკლედ და მითხრა რომ ისევ უკან გადმოვედიო, ხო და რა მოგძვრა? მერე? ხო და გამიხარდა და აღარ კი მივდივარ. იმიტომ რომ ჩემს გოგოსთან ფიზიკურად მაგდენი დრო ეხლა არ მაქვს რომ იქ წავიდე. მოდი დედიკო, წაკისვა, მოდი აქედან. ხო და ამიტომ ხო იცი ესე უნდა ქნა რომ არ იმას გიქნას და ესე დაიჭირო დაჯექი იქით და და ესეთი ამბები გოგოებო, ამიტომ იქ მივკუსკუსდები. ეს აჩუქარანი ჯაია, მაგრამ გიჟდები ისე მომწონს, ანუ ჩემმა რეჟისორმა ისე ვთქვა. დაიჭია ბევრი ხარც. იცით ესე გადმოცემით და ბევრმა კი იცით ჩემგან გადმოცემით. ხო და ასე რომ მიდიოდი, ვაიმე ხალხო, ადრე ადგომას რომ მივეჩვი, 6 საათზე გამეღვიძა. შევიბრუნე, ავდექი ვიბოდიალი შევიბრუნე, მე დავწექი. მე 8-ზე გამეღვიძა და ვცადე შებრუნება და ბოლოს ავდექი, იმიტომ რომ ვერაფერი ვარ შევიბრუნე და მის მერე დავდივარ მთელი დღე უაზროდ. მთელი დილა უბრალოდ და მე დავურეკე რომ ვამე მეთქი თუ ხარ მან თქო შემიძლია რომ ცოტა ადრე მოვიდეთ, იმიტომ რომ უფრო ადრე შემიძლია მივიდე დღეს, რა ვიდრე თქვა 11-ზე, ხო ბევრად ადრეა. ხო და მითხრა რომ არა 11-ზე ვიწყებო და ოკ, მე ვთხარი კიდე გაიტყულოდ არ ჩავედი. არ გაგიშრებოდა? და თითი დადემეთქი, კაცო არ წაუსვა მაგზედას. სულ დამილაქავდება ეგ ყველაფერი მაგერი რო წაუსვა. ასე. ეგრე გედოს დეთ. მას მე გაგიკეთებ, ნუ დარდობ.
ხო და ესეთი ამბები გოგოებო გაგიზიარებთ სალონის კადრებსაც რა და როგორანაირად მოდელი უკვე არჩეული მაქვს რომელი მინდა ერთ ფერს ვიკეთებ აღარ მინდა ანუ ცოტა დამღალაჭრი მან ესეთ მომკვეთრმა და ვიკეთებ რძის ფერს რაც პატარა დეტალით პინტერესტში მაჩვენა გუშინ ჩემა და ქალმა ხო და უნდა იმას ვქნა რა ქვია მოკლედ ეგ გავიკეთო მე ამოვასყდეთ სახლში უცებ მაგრამ შებას რაღაცების აყიდელმა გავიარო არ ვიცი ჯერჯერობით და მე უკვე იწყება ხვალისათვის მზადება რომ ხვალ უკვე სამუშაო დღეა და ყველაფერი უნდა მოვასწრო სადილე გავაკეთო სახლი კარგად მივალაგო ბავშვი ვაბანაო მოკლედ როგორც ხდება ხო იცი ხო და ესეთი ამბები ჩემო გოგოებო ძალიან მიხარია რომ აღნიშნავთ რომ მარიკოს აქვს კარგი მეტყველება და ეტყობა გავლენა ჩემი ეს მე ძალიან მახარებს ხალხო უღრმესი მადლობა თქვენ არიცით ჩემთვის რამხელა სტიმული და რამხელა ბედნიერება ამასობაში ჩვენ უკვე 3409 ადამიანი ვართ და ძალიან დიდი მადლობა ძალიან მნიშვნელოვანია როცა მეუბნებიან ამ ყველაფერს მარიამზე და ძალიან მიხარია და საერთოდ დედა არის ვისაც არ გაუხარდება ხო ყველას უხარია დარწმუნებული ვარ დედი აქ დავდე ხოდე ხო და ასეთი ამბები გოგოებო აი პრინციპში ხა რომ მეგონა რომ დამხვდებოდა სალონში იმიტომ ჩავიცვითო რომ ჯერ ანუ სხვა საქმეს გავაკეთებდი იმდენად ადრე იყო რა მაგრამ რატომღაც ხა უკვე დავიწყებთ უწყობაზე იმას ამზედით აი მეთდა მარიამის ერთი კვირის სამოს რაღაცად ერთად ვკინძავ როგორც კაფსულა რო არის და ესე პირამიდა თუ რა ვიცი რასაც ეძახიან ბევრნაირად ქვია ხო და აწყობილი მქონდა წინა ერთი კვირის ლუკი მაგრამ ქარები დაემთხვა ჭექახუხილი დაემთხვა და ზოგი საერთოდ ვერ ჩავაცვი და სხვა რამე ჩავაცვი ვარდისფერი და იეთანისფერი აი აქ მაქვს აწყობილი მარიკოს ლუკი რომელიც ვერ ჩაიცვა იმიტომ რომ ანუ ციოდა რა ხო და ამას ელასტიკი ქონდა რომელიც მე ნადრევად ჩავაცვი და ზემოთ სვიტერი ჩავაცვი ესეთი ქარი იყო მაგრამ ესენი არის კიდე რომელიც და ჩავაცვა მე ხო და თუმცა ხვალ სულ სხვა კაბას ვაცმევ არა ხვალ არა 24-ში ხო მანამდე არ ვიცი რამის მოკლედ ეს მაქვს სულ ყველა მთელი კვირის დაუთოებული, გამზადებული და საერთოდ არ ვწვალობ იმაზე რომ ვაი და ეხლა დღეს რა ჩავაწვე, უბრალოდ ისეთი ცუდი ამიდები დამემთხვა, რომ ესენი ვერ გამოვიყენებ ჯერ. მაგრამ არა უშავს. ხოდე? აი ჩემ უკეთესი. მეთორმეტი სადარბებელი არ მოხს. კარგია ეხლა რომ არ მომიწია სალონში წავს და იმიტომ რომ აი ეს მოვიშორე დასაკეთი რაღაცეები რა ბატონო კაიმიშა არა დედა ჯექი ჯერ ჩემი სასწაული პენუარი რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან ბევრმა მკითხა ჩემმა მაყურებელმა დოდონას მაყურებელმა ამაზე და რომ მივწერეთ გვერდს ვისგანაც შევიძინეთ აღარ აქვს გოგოებო ამიტომ მარაგში ახლა არ ვიცი დღეს მაგალითად მაგრამ წინა თვეში აღარ გქონდათ ამიტომ რომ ძალიან ლამაზია და რაღაცა ძალიან ისე გაიყიდა რა მოკლედ ამიტომ ჩემი ჭაობისფერი კაბა რომელზეც გიჟდები და უკვე საკმაოდ დიდი მაქვს მაგრამ ისეთი სტილია რომ მაინც ვიცვამ მაინც აუ ჩემი უკეთესი დაბადების და მიყვარს ასევე ეს დაუთოვე რომელიც მინდა რომ ჩავაცვა ერთი პაწეწუნა პრობლემა შეგვექმნა დაუთოვების დროს არ ვიცი რამდენად ჩანს ცოტა ბადე დაგვიზიადა მაგრამ
სიმართლე რომ გითხრათ, მე ვიცი, თორე საერთოდ არ ეთყობა. ჩაუვარ. ხო და ძალიან უხდება და ულამაზესია ტანზე. აი ისეთი ლამაზია ხალხო, ისეთი ლამაზია ტანზე. მე მიყვარს ეს ჯინსის და რაღაცების კომბინაციები. ასევე ეს კაბაც მზად ქონდა, მაგრამ ვერ ჩავაცი, იმიტომ რომ სიცივეები იყო. ეს რომელიც ძალიან მომწონს ჩემმა მაკუმა ჩუქა ბიძაშვილმა დაბადების დღეს და ძალიან ლამაზია. ასე. გავამზადოთ აქ. მოდი ცოტა ჭურჭელი ამოვალაგოთ გოგოებო ჩვენ ყველაფერს ჭუბია. ეს კი ჭურჭელი დავრეცხი და ამოლაგებამდე და შელაგებამდე გიწვათ ვერ დავაყენე საშველი. და მოდი ბარემ შევყაროთ. აი მე ხალხო, ჩემს გაკეთებულ ხინკალზე რომ მივეჩვიო უკვე და იმ გემოზე, რა გემოზე მე ვსვამ იმ ხინკალს. იმ დღეს მოვიტანეთ გაყინული, იმიტომ რომ ძალიან ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, რაფის თავი არ მქონდა. დედას გეფიცებით, სუდად კინაღამ გავხდი და ჩემთავს ვეკითხავდი, აი ამას როგორ ჭამდით. საერთოდ როგორ ვიღებდი მაგ ხინკალს ჩემ ცხოვრებაში. გაუგნებული დავრჩი მე თვითონ ისეთი საშინელება იყო. ეხლა არც ადრე არ გიждდებოდი, მაგრამ ანუ რა ვიცი ხალხო, ისეთი ძვირი ყრის თან ეს გაყინული დამიჯერეთ. თუ გექნებათ დრო ჯობია თქვენ თვითონ გააკეთოთ. და რაც გიქს, ხო გოგოებო, რეალურად მართლა შეგიძლიათ იმ ფასში და იმ თანხაში ჩაეტიოთ და რაღაცნაირად ოჯახისთვის მოამზადოთ, გემო მაინც აქვს, სხვა თუ არაფერი. ნაკავს რო გუჭა. და ეხლა ყოველთვის იმის დრო არ არის, ეხლა რესტორნებიდან მიცახოთ, ხო? და რეალურად 2.40 თუ რაღაც გახდა ერთი ცალი ხინკალი რესტორნის და მანდაც კარგად გააფუჭეს სხვათა შორის ბევრ განოფრო სწორად და ძალიან წყდება გული, იმიტომ რომ როცა იხდი შენ ამ ხელა ფას, მინიმუმ რაღაცნაირად უნდა იყოს ისე, რომ შეესაბამებოდეს, ხო, ხარისხი ეხლა გემო რო იმის აქვს, რა ქვია, დიდი არაფერი გემო რო არ აქვს და ხორცი რო ერთი ჩაის კოვზიც არ დევს ნორმალურად, არაწვენი არა, ანუ ვის უბიტავთ მაგ ხინკალს. ხო და მე რაღაცად გული მწყდება ხოლმე, რომ ამ ხელათ ახალს ვიხდით კაცო და ეხლა რეალურად მოდი ვთქვათ, ოჯახისთვის 10 ხინკალს ვერ შევუკვეთავ, როცა ვთქვათ 3 ადამიანი ხართ და ასე რომ ხარისხი ხომ შესაბამებოდეს. ხა გამოძახებულზე ისეთი საცობებია, რომ შესაძლებელია და დიდი ალბათობით უკვე მოვა ცივი ნახევრად, ანუ ისეთი ცხელი შეიძლება არც მოვიდეს. გააჩინე საიდან იძახებ, თუ საცობში მოყვა, ხო მეყოლე ვარდივით. რა ის ხინკალი დაწექი და იცინე. აღარ აკაზრი. ფანჯრები უნდა დავწმინდო, ერთი დღე რომ მოვალ. აუცილებლად ყოველ მიზეზ გარეშე. იმიტომ რომ გზას აგებენ ხალხო ჩემთან ჩასახვევში და გუშინ ჯერ დასხმული არ არის, გუშინ რო დაუბერა ქარმა ეს ქვიშა რო წამოიყო მაღლა. კიდევ კარგი მოვასწარი, რომ დამეხურა ფანჯრები, თორე აქ იქნებოდა სახლი არ ვიცი რა. კიდე კაი სახლში ვიყავ. კიდევ კარგი. რა ზე? არაფერი, ვიღებ ვიდეოს. ვაიმე ვიდეოს იღებ ჩემო გოგო. გადაიყედე. ჰაპა. ბუხი იდგა, ბუხი და რა ბუხი და მტვერი ტუჩხი მაიმები ვთხარი. სანამ აზრზე მოვედი, ყველაფერი ჩავრაზე. ინსტინქტურად ჩავრაზე, რომ მეთქი ეს მტვერი არ შემომივიდეს სახლში.
თუმცა შესაძლოა სხვაგან რომ ვიყავი გასული, კიდე დაუბერა და შემოსულიც იყო მტვერი, მაგრამ ვიპინდე ცოტას დავიცავდი სალჭირი ჭკუით. არ ვიცი, როდის ეს დღები საერთოდ მცალია, ტოლმა მინდა ბავშვს გავუკეთო. ეს კვირა ცოტა რთული იქნება, იმიტომ რომ ბაგების ფილიალში ზემზე გამოვდივარ. აღარ წუდებულ სპექტაკლზე უფრო სწორად. ამიტომ ორი დღე რეპეტიციაზე იქ უნდა ვიარო. ორი დღე არა, ერთი დღე და მეორე დღეს უკვე წარმოდგენა, მაგრამ ანუ უნდა ვირბინო მე წამოვიდე ესე მიწკევიჩზე ჩემთან სამსახურში და ესე ეგრეთ წოდებულ გზათა შუა უნდა ვიბოდიალოთ. ძალიან გამიმართლა რომ დღეს შილაკზე ჩავეწერე, იმიტომ რომ შენ შემთხვევაში ადგილები აი ეს ადგილი ხალხო გლიჯვა ხოლმე. გოგონებო, ეს არის დასაფიქსირებელი მაკიაჟის. ხო და მე მაშინ რა ქვია TikTok-ში ვუყურებდი ერთ ინფლუენსერს, beauty ხაზით მუშაობს, რომელსაც ეს ქონდა და ის ხურებდა და კომენტარი დაუწერო, ვაიმე მეთქი, ესეთი მქონდა, ვერ გამოვიყენე და გადავაგდე თქო, იმიტომ რომ ვისხამდი გოგოებო, მთელი ტუში, გუში, ყველაფერი ჩამომჯდა ქვემოთ. ხო და რატომღაც ადრე კოსმეტიკა გადავყარე, 1-2 კვირის უკან თუ ცოტა იქით არ მახსოვს რა. საკმაოდ ბევრი მოუხვეტე გადავყარე, აი ზოგს უკვე რომ დიდი ხნის გახსნილი ისეთი გადავყარე და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ესეც მქონდა გადაგდებოდა, ამიტომ დავუწერე. ხო და მომწერა, რომ ამას ვიყენებო, რა ვიცი, რამდენი წელიაო და დავივიწყეთ გაიარე ხა მაგამ ბავმა. ხო და რაღაცას ვალაგებდი ჩემი იმაში და აი მეუცებ დავინა. ვაიმე მივთხარი. აი რანაირად მაგ ხო და მე მითხრა რომ ამის ბრალი არა შესაძლოა ტუშის ბრალიაო, ანუ ტუში არ არისო, კარგი ხარისხისო და მე ვცადე სხვა ტუშზე, სხვა ტუში მესო, ტუშზე გამახსენდა მოიცათ. ცისფერი ტუში მიდოდა და ვერ ვიპოვე, ამიტომ მოდი ახლა უკვე მისხმული მაქვს ეს ფიქსატორი, მაგრამ ეს ოდნავ ერთ მხარეს ცოტაზე ავიწევ და იმას აღარ დავისხა, მაგრამ ხო და მითხრა რომ ალბათო იმის ბრალიაო და გამოვიღე მე ანუ სხვა ტუშზე, ლურჯი ტუში მესო და მივისხურე და შვენიერი რა. შვენეთ. აი, რატო არ მეიყურებ და რატო მეიყურო აქ. ხო და მივისხურე გოგოებო და შვენიერი. ნეტა იცოდეთ რამდენი ხანია რაც მაქვს და არ ვიყენებ. ასე რომ სხვათა შორის ეს ვიყიდე ასპინძაში სოფელში ვიყავ წასული რომ გამოვიარე გზა უცებ დავინახე აფთიაქში ეს იყო ბებოს ჭირდებოდა აფთიაქი შევედი და რო იყო მოდი ვიყიდო იმიტომ რომ შე შემთხვევაში მე ყველაფერი ძის ჩამომდის მაკიაჟი უცხელა ხო და ხა მე ტონალურს და იმას არ ვისვამ ესე მაგრამ რაც მისვია ეგეც ჩამოდის ხოლმე და ანუ სათვალიც მომიტანოთ. ხო არ მაქვს ნახო. აი მე ამას საფულე უდოს ვითომ კამერაა და იღებს ვიდეოს ხალხო მიშველეთ. დედი სათვალე სად არის? აგე? იავი გავწმინდე, მაგრამ ნამეტანი პრიალეს. ისე. აუ ეს რა ცუდად. როგორ? არ გინდა დე არა თუ არ გინდა შვილო ის კი არ არის კანონი რაღაც გავიკეთოთ სათვალე დედი სალამაზი გოგო დიდი მადლობა დე არ მომწონს ეს თმა კაცო გადავირიე წეღა როგორც ქონდა კარგად და რას ავიფუძე ერთი ხო არ იცით არც მე შვილი
მე მიხდება რომ ვაკვირდები როგორ თმები გეტყვით. აი უცებ აჩეჩილი. ანუ ხვდებით. გავიკეთოთ სათვალე. წავიდეთ სალონში. დაიგანე. აბა როგორ მოგწონთ როგორ? მე ძალიან მომწონს. ძალიან მაინტერესებს აი ეს 25 ლარი რეს სამეფო. თაფის თხილეო. 25 ლარი. ძალიან მაინტერესებს როგორ იქნება დარწმუნებული ვარ უგემრიელისი. ეს არის მიგზით ზოგი. ამაში როგორც ხედავთ სხვადასხვა. ძალიან მაინტერესებს ნატურალში გოგოები. ამარ ვიყიდეთ. საყვარელია. ჩემი საყვარელი სექცია. ასევე. დავბრუნდით ოჯახსა შინა. მოკლედ. ხო. როგორ მოგწონთ მეგობრებო? იმ ფერადის მერე გადავწყვიტე, რომ ძალიან ნეიტრალური ყოფილიყავი ისეთი ფერებში. ძალიან მომწონს, ძალიან მელამაზება. ხო და ამიტომ გადავწყვიტე, რომ აი ეს ყოფილიყო ჩემი ფერი ამთვის. იმიტომ რომ ცოტა დამღალა იმან ფერად, მაგრამ ხო და ამიტომ გადავწყვიტე რომ არ ყოფილიყო ამ ეტაპზე ფერადი, თუმცა დეტალი ქონოდა ისეთი, რომლითაც ასე ვთქვათ გავხალისდებოდი. ხო და გავხალისდი ბატონო. გამოვიარე. ხო და ხელსახოცი ვიყიდე, იმიტომ რომ ჩემთან ელვისის სწრაფით თავდება, ის კი არ არის ტრაილერი რომ მოვიტანო. ეს გადავდება. მოვიტანე ჩემთვის ერთ-ერთი შეუცვლელი მაგიდის ეგრეთ წოდებული ტილოები და ძალიან მომწონს. აი ეს ძალიან მომწონს და ამიტომ ხშირ შემთხვევაში ამას ვყიდულობ ხოლმე. საპირფაშოს ქაღალდები ხა მაგას აღარ გაჩვენებთ. ღრუბელი და ასევე ჩვენი საყვარელი ჟელე. ის უკვე გამითავდა როგორც გახსოვდა, ვისაც გახსოვდა მის მიყურებს, ახლა ხანს დავდება, რა უკვე აღარ არის. მარიკოს თმისამაგრები, რომლებიც გრიდები და ძალიან მომწონს და ვფიქრობ ეს პრაქტიკული უნდა იყოს და ვნახოთ როგორ იქნება, არ ვიცი. ხო, მთავარი რა ვიყიდეთ, გაჩვენებთ, აგერ მარიკომ კი გაჩვენათ და მოდი მეც გაჩვენებთ. ხო, აქვე მოკლედ, სად არის დედიკვამის დამტენი? მომეცი საყვარელო გადავიხადე 8 ლარი და იმაში იოიოში ვნახე და იმაში იოიოს და სხვა გავნახე საკმაოდ ძვირი ღირდა და გამიკვირდა. მარიკო ერთი წუთი მოყვა თავისი დამტენი და ინახეთ როგორ საყვარელია. იუჰუ! ეს ვიყიდე იმისათვის რომ მეტროში არ დავიხოცოთ მე და ჩემი შვილი რომ გზავრობთ. აი მე მიშველეთ. და არა მხოლოდ მეტროსთვის, აი აქაც თუ დამწყება. ანუ ძალიან კარგია. ძალიან მომწონს. თითი ხო იცი რომ არ უნდა შეყვა აქ. და თავის სადგამი მოყვა. სად არის და აზრით დავარდნინა. თავის სადგამი მოყვა კიდევ და დავამერწმუნებით რომ 8 ლარი ახლა მართლა არაფერი არის და ფერებია სასწაული ამას ყოთ რა ფერები. ხა სიამოვნებით მოვაგლეჯდი ამას, მაგრამ არ მოვაგლეჯდი შენი ხათრით, ჯანმრთელობა. მოკლედ ამ იმაში, ჟელეში, ტილოებში, საპირფაშოს ქაღალდებში სადღაც 23 ლარი გადავიხადე რა.
ასევე ხელს გამოვაყოლე კვერცხი, ოღონდ ეს ვიყიდე ნატურალში 4 და 20 თუ 4 და 40 ვიყიდე, არ მახსოვს და საკმაოდ დიდი კვერცხებია და გითხრათ, ასე რომ მაგიტო შევიძინე პრინციპში. ასევე ვიყიდე ბულგარულები რამდენიმე და ვიყიდე აქ ეხლა რო არ გადმოვარახარა ხო? ბადრიჯანი უნდა შემწვავ. ლამაზები მინდოდა წამომიღო პატარები და კუსკუსები, მაგრამ არ იყო. ხო და ეხლა სხვაგან დამეზარა კიდე და ამიტომ მადლობას თქვენი. დედი, ეხლა ნახეთ რა ვიყიდე კიდევ, გითხრათ. რადგან მე დედი ყოის 5 მომიტანე სიხარულო, წნებები მილაყლაყებს. ცუდად ვარ. მომიტანე და ერთ წუთით მე მაინტერესებს ელემენტები საწავიღე. გაგანია 3.5 მაგ გადახდილი აგერ ამ 4 წელში. მადლობა დე. ეს არის წნევის აპარატი, რომელიც ვიყიდე. ხო და არ გამომიყენებია. მე ის მაინტერესებს ამის ის სად არის უიაკოფლებული გაქვს. დავყარგი, მე ყველაფერს ყარგავ. ხო, ეს ვიყიდი ადრე და გახსოვთ როგორ გაბრაზებული ვიყავი, იმიტომ რომ სხვანაირი სხვა რაღაცებიც უნდა მოყოლოდა და არ მოყვა და მოკლედ ძალიან გავმაბრაზეს მაშინ ამ იმასთან დაკავშირებით. ხო და ვნახოთ ეხლა რა სიზავს. მეც არ ვიცი რა სიზავს. ამ ეხლა ეს როგორ გინდა გახსნა. იშვილით. ამას დანაუნდა ეხლა ყველა ვარიში. დედიკო გათიშე დაჯდება ცოტა ხანი რა. მე ცადით. შედედა რომ აი მე ვიშველეთ ეს თავისით ჩაერთო თუ რა თქმა რაღაცას დავაჭირე. კარგი. მოდი დავტესტოთ ჩვენი საუკუნის უკანდელი ნაყიდი, ძალიან პრაქტიკულია და პაწაწუნაა და ძალიან მომწონს მაგიტო. შეება ვერც გავიგო ხა ეგ რა ხდება, მაგრამ მოდი ვცადოთ რა ვიქნება და გავიგო. თუ არა და ავაცუნცულებ ბიცოლა ჩემთან და ის აპარატებშია მგელი. გავაკვებს ყველაფერში. ასე. ვოლა, დავიწყეთ. დედამიშვილეთ, რაები დაეწერა. მაცად ვისმენთ. ხო, 116 მაქვს წნევა. კარგადო არა, ანუ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ეს SMO-ები და რაღაცები კარგად კი ვერ გავიგე. ზოგი იმის არის გულის, მე მგონი არტილო წნევების და რაღაცების არის, მაგრამ კიდევ ერთხელ გადავაკონტროლოთ და თავიდან გავიზომოთ. წესით 116 რაღაცაზე უნდა იყოს, ან პლუს მინუს 2-ით ნაკლები მეტია, ესე 5-ით, ესე დაახლოებით. ყველა ესეთი ელექტრო ეგრეა ხოლმე და ვნახოთ. და ესაც მეტროში რო დაგთხება, მაშინ დაიმიავე და წამოვიღოთ. კარგი? ნახეთ რა ტიპი ვაჩვია. ხო, 115. პრინციპში სწორია რა, ორჯერ სამჯერ უნდა გადააკონტროლო და სამჯერ არასდროს არ ვაკონტროლებ ხოლმე, ორჯერ ყველა ვარიანტში ვაკონტროლებ. გავთიშოთ, ვფიქრობ, რომ ნორმალურია. წნევის აპარატი ხალხო სახლში აი ყველა ვარიანტი უნდა იყოს რა, იმიტომ რომ აი რო ვიღლები ხოლმე და რაღაც აი მივარდება დაბლა წნევა ანის და ადრე რომ მოდი ის რო შეჭობილი იყოს თუ გამოვაძრო. ადრე რომ მეგონა რომ უი დაბალი მაგ ვეცი კოფეინი დავლე, უცებ ჩემდა გასაკვირად და ძალიან გასაკვირად აღმოჩნდა რომ მქონდა ძალიან მაღალი. და ამ ძალიან მაღალზე უფრო მეტად ისეთ სუდად გავხდი რომ აი რა გითხრათ, რა ვიცი მე კინაღამ
გასასვენებელი გავხდი. ამიტომ კარგია ხოლმე რომ გადააკონტროლოთ და თუ თავს ცუდად გრძნობ და სამსახურში მიდიხართ და იქ არ არის წნევის საპარკი არამე, გიჩვენთ რომ აი ესეთი პაწაწონა შეიძინოთ, ჩემ ჩანთაში ეტევა ყოველ შემთხვევაში, რა ვიცი და ძირითადად ჩანთაში ყველგან ჩაეტევა თუ ეხა ამ ხელაჩანთით არ დადიხართ. ასე რომ 10-დან ჯერ არ ვიცი რა სიზავს და მოდით 9 იყოს. რა ვიცი, 1 დავიტოვოთ. მოდი ახლა მე 5-ით მაგას მე ვერ ვატარებ და თავის იმაში ჩავდოთ რაშიც ვიტო. სელოფანში. აი ეს ამბავი მომწონს. ისევე როგორც ძალიან მომწონს ეს შენაძენი. და ვფიქრობ რომ ძალიან დროული იყო რომ სადმე არ ვნახოთ აქ ძალიან პაწაწუნა ჩემთვის. გადავარდნილი სიცხე. პაწაწუნა ჩემთვის არის, ეს კი არ გამახარეს რა. დიდი ჩემთვის არის დაიტოვე. პატარა ჩემთვის გადავამოწმოთ რა. ეს ყუთები უნდა მოვაშორო, ხა მე ყუთების თავი არა მაქვს, აქ რომ დავილაგოთ და მიმწკრივო. ხო და შევალაგოთ ყველაფერი, რაც ვიყიდეთ, სახლი მივალაგოთ, იმიტომ ძალიან არეულობაა. არეულობა რა ტანსაცმელია რა, დაკეცილი ზოგი ის გრო გავარბოდი უცებ ხო ვლოგში გაჩვენეთ დავკეცე. ხო და მოდი მოვუწესრიგდეთ. მოკალეთ. აი ეს ხაჭაპური. აი ამარაოდე უფრო როდის გიშტები აი ამარაოდე პაწაწუნაზე გავგიშტი და მაღალი დაიტოვოს ან დიდი მე პატარა მემრიელია და ხაჭაპური. არ ვიცი Ragmanda, I am Maros, Sajan Male. So this is all contains and and my first Emma of Leba. არ დააგდო ძირს თორე გატყდება და ხო ეს Marao. მოგებო ნატურალში მიდოდა უსაყვარლესი ყავის ჭიქა მეყიდა, ანუ ცივი ყავის და უნდა მიუბრუნებული ყავი გოგოებო მეყიდა და დამავიწყდა და ეხა მე რომ მაგითი გაკვირამდე არ მივა რა თქმა მაგას თქმა და ეგაცი კიდე მთავრდება და ხა ძალიან ზურს კიდე მაგ ჭიქაში არ გადავიხდი. ხო და გამოდის რომ ნერვები მეშლება, არა ვლოგებისთვის იყო ულამაზესი და არა მხოლოდ ვლოგებისთვის, ზოგადად ჩემთვის ძალიან მოეწონა, მაგრამ როგორც ყოველთვის დამავიწყდა. ჩემთვის ვერ ვპატიო. არა კაი, რას ვიზავთ? რას ვიზავთ? მიხანათ ხელავხიზი. მიირთვი შენ ეგ ხაჭაპური თუ შეიძლება. ჯერ ისედაც რა კიდევ წინა იმასაც თუ არ მიირთმევ, მარიკო თუ შეიძლება მიირთვი ხაჭაპური. Მინდა ნახეთ დამიჯაკი და მე მაჭამე. დაიწიეთე. ყავას ვატუყებ, იმიტომ რომ გასატანი ვარ უკვე ისე ვარ. რა არ ჩაკბიჩე თუ არა? დიდი პირი. მე ხო საერთოდ ვერ ვიტან სალონებს და სალონში ჯდომებს. არ არის რა ჩემი სალონები რა. ხახო ისე დავიღალე ჯდომი ცალკე ამას ყურადღებას ვაქცევ. რა არის მარიამ? შემომხედე ერთი. რა ხდება? შენ ხო გიყვარდა ხაჭაპური, დედა ხაჭაპურიც აღარ გიყვარს? ნუ მანერვიულებ ახლა კაც მიირთვი. ხო და იმ ჭიქაზე გული დამწყდა ისეთი ლამაზი იყო, აი ხელს რო კარგად იმას უზავდი და აი, იქით ვეღარ მოხვდები ეს კვირა, მაგრამ დედა თვითონითი შევა. ეს თვითონითი შევა თუ არა? შენ უნდა გათიშო დედა, არ უნდა აწვალო. დაიწე საყვარელ ყავარანდის. მე რა კარგი გოგო ხარ, გიჟდება ჩემი შვილი აი ამ წვენზე. გიჟდება, ხალხო.
ბოლო თვის ამოჩემება გონი დღეში სულს რავი რამდენი. არა დღეში ერთზე მეც არ ვაღებინებ, მაგრამ ანუ კვირაში რამდენი ვიგულისხმევ და არა დღეში. გამიხარდებოდა ეხლა სხვა რამეს უფრო მეტად მიირთმევდეს, რაც ბეტად სასარგებლოა, მაგრამ რა გავაკეთე. აგე. ისე ჩემი ყლუბი რომელიც არც ეგრე დავია. აი გოგონებო, ესეთი მომყვება თავი მათ ჩვენეს საყვარელი. რო გინდოდეს დადგმა, აუ მე მინდა ეგეთი დადგმა. იყოს დადგმული დე, ჩაგირთო? მერე გათიშედე. всё, დააცადე ცოტა ხანი, ხა დაისვენოს დედიკო, შენ მიირთმანო. არა ვიცი რა მაჭამე. ჩაკბიჩე დედიკო, ხო, ესენი უნდა შევალაგო და მოვალ ახლა, კარგი? არა ვიცი რა. რომელიც არის ეს? რომელიც არის ეს? ჩემი ყლუბი. აი ჩაკბიჩე დედა? რატომღაც ვერ ვხედავ? ჩავკბიჩე. რატო ვერ დავინახე მე? აი მე დედა ყავა ამოდის გავიქცეთ. ასე. დიდი სიხარულო მივიდე და გაახარე თუ გიყვარდეს რა დე. ოკეი. ხო იცი დედიკო შენთვის ყველაფერს აკეთებს დე და მიირთვი. მივირთვი. ой, მიირთმევ, კარგი გოგო. ჩემო საოცრება. დედა საოცრება ხარ შენ. აი დედა, ერთი ყლუბი კი არ დამილევი, აი ამისთვის. დედა რო ჩადადგმა, მინდა აი დავდგმებ. აი ეს სურავ ჩემი საყვარელი. ამალი არ უნდა კიდე გოგო ტუსი ვიყიდე, ხა მერიდება ვერ გაჩვენებთ, მაგრამ გადიშოთ მე ანუ ვიყიდე. და მე უნდა გადიშოთ რო ჩართავთ მაგისტროს. როცა დადგმა გინდა დაადგირა შვაშია. აი ამისი თავი. პატარა სივრცე გოგოებო ნიშნავს უცბად დალაგებას და უცბად არევას. აი წამში თავდაყირა დავაყენე სახლი, წასვლისას წამებში წუთის არ დაჭიროებია თქვენ წარმოიდგინეთ. მაგრამ ნუ რა ვქნათ. ათი ყლუბი არ გამა. აი მე დედა იმდენი მაკარონი მაქვს ხალხო სახლში, რომ აი რა გითხრათ. არის. გლეჯვა. რატომ აქ ამდენი მოგონ ვერ რაღაცა ვერ გავიგე. ყველა წასვლა წამოსვლაზე ხელს ვაყოლებ ხოლმე მე მაქვს ჩვევა მაკარონთან დაკავშირებით. ასე. მოდი დედიკოთი ეს მისამაგრი გაგიკეთო სიხარულო. ბევრი რა ამბავია ბევრი. მინდა. მანაში მე გავიკეთე. ერთი წუთი ამოგიღო და გაიკეთე. აგერ სამი ცალი. ჩაკბიჩე ჯერ დედიკო სიყვარულო. ჩაკბიჩე ჯერ დედიკო სიყვარულო თქო. შეიძლება რომ გაახარო შენი დედიკო და არა ნერვიულო მაგაზე მიირთვი არა ეს სამი ჩარი შევინახო. კი, ეგ რაღაც გინდა ამდენი და მხოლოდ ის გაიკეთე. აი ამდენი. ეს გვინდა ჩემი საყვარელი პატარები. გაიკეთე, აბა თუ გაიკეთებ თუ არ და მე გაგიკეთებ და. მე გავიკეთე. კი ბატონო, გაიკეთე. ძალიან ლამაზი დროსის ყიდვა გამომივიდა თქვენ წარმოიდგინეთ. აი მე დედა. აღარ ვიცი რა ვქანა მე. აღარ ვიცი რა. ალაში. ღერი ვარა. ღერი? კარგით. სულ უნდა გემღერებოდეს დე მთელი შენი სიცოცხლე დედიკო. მაშინ იქნება შენი დედიკო და მამიკო ბედნიერი. ხალხო ყველა ბავშვს უნდა ემღერებოდეს, ეცეკვებოდეს. ამისთვის არ ზრუნავთ, ამისთვის არ უწყალობთ თან ეს ადამიანები. იმისათვის რომ შენი ადამიანი, შენი სიცოცხლის ადამიანი და ყველაფრის რა უჯრედის გაქვს.
შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები ზოგადად, მოდი ასე ვთქვათ, უნდა იყვნენ გაღიმებულები და ბედნიერები, იმიტომ რომ ერთი ადამიანიც კი თუ არის რაღაცა საუბრო სასოწარკვეთაში, რაღაცა ძლიერი პრობლემა აქვს და ასე შემდეგ, აღარ ხარ ბედნიერი ხარ. მესხვისი არ ვიცი, ვერ გეტყვით როგორ არის. შესაძლოა ზოგისთვის არც არის ეგრე და ცოტა რაღაცებს გაითად უყურებს, რომ არ არის თითქოს მისი პრობლემა თუ რაღაც არ ვიცი. მაგრამ ჩემთვის ძალიან ისეთი თემაა რა, აი ყველაფერს რო მაგად განვიცდი ეგეთი. რაც კარგი კი არ არის ასე ყველაფერი გულთან რომ იმაქვს და ლამის არის გავსკდა ნერვიულობით, მაგრამ ჩემ ბუნებას ახლა რა ასუზავ, ხო ეგეთი ადამიანი ვარ რა. პერიოდში არ მინახავს. გითხარით კიდეც რომ ოდნავ შეცვლილი ვარ, ოდნავ არა ალბათ საკმაოდ. შეცვლილი ვარ რაღაცებს ცოტა ასე ვთქვათ ვალაითებ რა და აღარ ვიძები ყველაფერზე, ყველა დეტალზე. და დაგინდა მე რაც გავხსნა. გავკეთე. ასაზე შემოსიცოცხლე ერთი წუთი. ოკეი. ერთი ყლუპი არ გინახია რა. სხვადასხვა სტილები მქონდა გოგოებო, რომ კიდე ვიყიდე, რომ აი მე წარამარა ასე ვთქვათ არ მომიწიოს წვალება რა. ხო, ძმების აპარატზე რატო ვიყავი გაბრაზებული იცით გოგოებო? ეწერა რომ USB მოყვებოდა და არ მოყვა. ხო და რომ მიწერე. გვერდს ძალიან ესე თავხედურად მომწერეს, რომ ტელეფონის USB-ო არ გაქვთო სახლშიო და იმით დაწენეთო, ანუ მე რო ფული გადავიხადე მაგაში, ის USB-ც უნდა მოყოლოდა, ხო სწორია? მაგაზე გავბრაზდით, გავჭედე მაგას. ასე, მოვედი შემიყავით. მარიკო, შენ ხაჭაპური არ მიირთვი? მოკიდე ხელი ხაჭაპურს. თუ შეიძლება ხელი მოკიდე ხაჭაპურს. ის დანახრა ტოდებს. შენ დადედა. ხაჭაპური რო გავჭერი, ბოდიში და მე ხო იცი დანებთან ცოტა შეშინებული ვარ. ძალიან კარგი. ავიღოთ ეს და ეს გადავაგდოთ ეს ყუთში. დასრულე დედა წვენის დალევა? გადავაგდო ბოთლი? ხო და მაგიტო ვიყავი გოგოებო გაბრაზებული რომ მათქი ანუ რას ქვია USB ხო მაქვს რის ფული გადამახტევინეთ მეთქი რომ მოყოლოდა USB-ს და ყველაფერიც და ეს რულიკია. ხო და მე რო იტყვი ამ ყველაფერს ხმამაღლა გამოდის რომ იმე რა ყველაფერზე ჩხუბობ უკაცრავად მაგრამ რაც ჩემი ის არის რატო უნდა დავსხმო მე მაინც ვერ გავიგე რა მაბრაზებს მეგეთი რაღაცეები და მომკალით თუ გინდა ცოტა თავხედობა მიმაჩნია ეგეთი რაღაცები და ტყუილად ეხა იმ USB-ს ან თვითონ გამოიყენებდნენ ან რაღაცა საერთოდ ისედაც შესაძლოა არც მოყვებოდა მაგრამ რა არის იცი მითხარი რომ არ მოყვება რა და მე არ მექნებოდა მაგაზე კაცო პრობლემა სახში მაქვს USB მაგრამ როცა მეუბნები რომ USB მოყვება და ყველაფერი მაშინ უნდა მოყვეს ყველაფერი და არა ისა მარტო გასაზომი ხო და ამის გამო ძალიან გავბრაზდი ხო და მე რაღაცებს რო ყვები რა ყველაფერი შენ გემართება ეგეთი მომენტია რა ხო და რა ყველაფერზე შენერვიულობ და არ არის გასაბრაზებელი არის თვალებში ნაცვალს რატომ მაყარი თორე კი ბატონო სულ არ მინდა შენი USB კარგი ეხლა არის ჩემი დაჯდომის საათი დედიკო წუთი რაც გინდა დაარქვი ცოტა თუ არ ამოვისუნთქე უბრალოდ ვეღარ ვსუნთქავ გონია რომ ვიხშები და ვიგუდები ხალხოსით შევინახოთ მე რა კაია ცოტა მივალაგეს ასე რა ვქნა ხალხო გართულება მაქვს გამარეულ სახლზე და რა გინდა რომ ქნა კაი მოდი ჩამოვკუსკუსდეთ ეხლა ჩვენს ადგილს მე მიშვი ხო კარგად ახართ მოიცა დავჭდე აი დედას გეფიცებით გადავიწვი კაი ცოტა ხანი დავჯდეთ ყავა მივირთვათ
მერე იწყება უკვე სადილის გაკეთება. რაც მითოდა ეს ბადრიჯანი ეღავი, მაგის ნერვები მაქვს, მაგრამ არა, უნდა გავაკეთო უეჭველი. აუ დადი. რა არის შვილო? მომგენია. აბაჯკუპა. გაგიკეთო სიხარულო? კარგი. ხო და უცებ უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ შემსახში ყველას უყვარს. ვითომ სოკო დავიწყე რა გამოვიღე. ეს არა შევაგდე უკადა. ამ დროს ჩემთავს ვეკითხები რომ გვანცა სოკო ბევრად მარტივი გასაკეთებელია და 10 წუთში გაკეთებული გაქვს და ბადრიჯანს უნდა 1 საათი სანამ დაჭის სანამ რა დედა? აბუნები მომხსნი მოსლობე. სადა გაქაბა? არა გაქვარს სკოლები არსად და? აი. ხო და რა ზალამადგი არ ვიცი და თან ახლა თითების გაშავება მინდა ხოლმე მუშაობ. ხო და უნდა ვნახო ხელთაც მაინც ყიდვა დამავიწყო და მამა ჩემს კი ექნება მაღლიდან ჩამოვიდან, თორემ მე მიშავებს თითებს და არ მინდა კაცო ეს ლამაზი რაღაცები გავიფუჭო. ხო, მოკლედ რა რჩება მომცა, მე თქვენ გეტყვით ახლა ფრჩხელებთან დაკავშირებით გოგოებო, ფეხზეა საუბარი ახლა ამ ეტაპზე. მოკლედ, ყველა დაბანის დროს, რა თქმა უნდა, ცოტა უნდა დამუშავდეს ფეხი თავისთავად რა, ყველა დაბანის დროს, მაგრამ კვირაში ერთხელ ან 10 დღეში ერთხელ კვირაში ერთხელ აუცილებელიაო სოდა ან მოდი ხა ჯერ მარილზე მოგიყვებით მარილით დამუშავება ეს არის აუცილებელი არ მოგეკარებაო არა ბაქტერია არაფერი და ფეხი იქნება ეო სლიკინა ეგეთი გაპრიალებულიო რა ეო სარკერო პრიალებს გაწმედილი რა თქმა უნდა აი ეგრე უნდა პრიალებდეს ფეხი მოკლედ ვისველებთ ფეხს ვიღებთ მარილს ნებისმიერს და ამ სველ ფეხზე რა თქმა უნდა რომ დამუშავდეს ვიზელთ მარილს მთლიან დაბლა ტერფის ზედა თითების აი მაგ ზონაზე ხმაღლა არა დაბლა ვიჩერებთ დაახლოებით 10 წუთი და შემდეგ იწყება უკვე ხელით დამუშავება რომ აი ესეთი მოძრაობებით სულ რაც კი გაქვს ზედმეტი აბსოლუტურად ყველაფერი მოგზრბაო არანაირი ხეხვა, გლეჯვა და ამდაგვარი არ დაგჭირდება არაფერი. რაც ძალიან მომწონს. მარიკო, საუბრობ, რა ხლახმაზე ყვირი? რატო ყვირი დე? კი არ უყვირი. აბა რა შვები? ვრაპარაკო. დედი რა ლაპარაკო ბოლო ხმაზე ყვირი? სიყვარო ვერ გადაუკვას მყავი. 1 წუთი და მე იყვირე. დავტავრებ. ხო, ეს რაც შეეხება ფეხს ასევე შეგიძლიათ როგორც მარილი ასევე სოდა ჩალბობა ძალიან კარგია და მე შეგიძლიათ ასე ვთქვათ სახეხითაც ჩამოხეხოთ ან მე ვთხარი აი მარილის დროს თუ შემიძლია მე სახეხი გამომიყენო და კიო არ არისო პრობლემაო ისედაც ჩამოცვიო მაგრამ თუ რაღაცა დარჩაო მე სახეხითაც გაისუფთავე ასე რომ ძალიან კარგი რეკომენდაცია სოდაზე ხანო იმაზე კი ვიცოდი მაგრამ არა მარილზე არ ვიცოდი სიმართლე გითხრათ. სოდა და მარილი კი. აი მხოლოდ მარილი რომ უნდა შევიზიო და ეგრე აცილებს ყველაფერს, ეგ არ ვიცოდი. და გპირდებით რომ აუცილებლად დავტესტავ და გეტყვით ამართლებს თუ არ ამართლებს. და ისეთმა გოგო მითხრა რომ ყველა ვარიანტში ამართლებს. ასე რომ გემშვიდობებით გოგოებო.